24 ივლისს ქუთაისში ჟურნალისტისა და სამოქალაქო აქტივისტის ქეთი ბერძენიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, რომელიც ქალთა კლუბის ორგანიზებით ჩატარდა. ჟურნალისტი რადიო ძველი ქალაქის დამფუძნებელი და რედაქტორი ქეთი ბერძენიშვილი 30 წელი იყო საზოგადოებრივ პოლიტიკური პროცესების აქტიური მონაწილე და შემოქმედი. მისი საქმიანობის სფერო იყო მრავალფეროვანი. აქტიური იყო როგორც ჟურნალისტი, როგორც არასამთავრობო სექტორის წევრი, როგორც ადამიანის უფლებებისა და გარემოს დამცველი. დღევანდელი დღე არის ჩემთვის ისეთივე ძვირფასი, როგორც იყო ქეთის დედამიწაზე ყოფნის დროს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ქეთი დაიბადა და გქონდა ურთიერთობა. ალბათ ვერ მოძებნით ვერც ერთ ადამიანს, ვინც ერთხელ მაინც შეხვედრია ქეთუშას და არ გაუბედნიერებია მისი არსებობით. გილოცავთ ყველას, ვისაც ქეთი გეძვირფასებოზათ ამ დღეს. და მე მაგალითად სანამ ცოცხალი ვიქნები და სანამ საქართველოში ვიქნები, ამ დღეს აუცილებლად რაღაცნაირად აღვნიშნა. ქეთის სახელი მისი ხსოვნამ აღვიძებ ჩემში რამოდენიმე სენტიმენტს მოკლედ. პირველი არის ესეთი კითხვა არსებობს, თუ როგორ პრიტი ფასდება ადამიანის ცხოვრება. ფასდება იმითი თუ რა გააკეთეს შენთვის, თუ ფასდება იმითი რა გააკეთეს სხვისთვის. ქეთი მიეკუთვნება იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებმაც თავისი ცხოვრება სხვის კეთილდღეობას მიუძღვნეს, სხვის ჯანმრთელობას მიუძღვნეს, სხვის გადარჩენას მიუძღვნეს, სხვის ყოველდღიური ცხოვრების უზრუნველყოფას. ვისაც ეს ჭირდებოდა, რა თქმა უნდა. და მეორე მომენტი კიდე, რაც ჩემში ძალიან მძაფრად არის ქეთისთან დაკავშირებით, ეს არის მისი აქტიურობა ყველა რთულ ვითარებაში. არ არსებობდა სიტუაცია ჩვენი ქვეყნისთვის, სადაც ქეთი გამოაკლდებოდა. ქეთი ყველგან იყო. ქეთი იყო ძალიან მებრძოლი ადამიანი. ესე Rolling Stones-ი იყო, ანუ გორავი ცოცავი ქვა, რომელსაც ხავსი არ ეკიდება, ძალიან ძლიერი შინაგანად ადამიანი და ამ ყველაფერთან ერთად ის არ კარგავდა იმ განსაკუთრებულ ხილს, რომელიც აი მის ლამას სახელზე იკითხებოდა. დღეს ქეთი ბერძენიშვილის დაბადების დღეა და უკვე მეორედ აღუნიშნავთ ამ დღეს მის გარეშე იმ სკვერში, რომელ სკვერსაც გვინდა რომ ქეთის სახელი ქვიოდეს. მთელი დღის მანძილზე დღეს მის დაფუძნებულ მშობლიურ რადიოში შევეცადეთ, რომ მისმა მეგობრებმა გავაკეთეთ მარათონი ერთგვარი მოგონებები ქეთის შესახებ, ვისაუბრეთ დღის მანძილზე, შემდეგ პატივი მივაგეთ მის ამჟამინდელ სამყოფელს და ეხლა კიდევ გავაცოცხლებთ, შევეცდებით კიდევ ერთხელ გავაცოცხლოთ ის წუთები, რომლებიც ერთად გავატარეთ. ქალთა კლუბის პრეზიდენტის მაკა ხეცურიანის ინიციატივით ქუთაისის ქალთა კლუბმა დააწესა ქეთი ბერძენიშვილის პრემია, რომელიც 2025 წლიდან ყოველწლიურად გაიცემა სხვადასხვა სფეროში წარმატების მქონე ადამიანებზე. ქეთი ბერძენიშვილის პირველი 2025 წლის პრემია გაიცემა ჟურნალისტიკის დარგში, საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრისთვის. დღევანდელ ღონისძიებაზე გავაჟღერეთ პირველად 2025 წლიდან ყოველწლიურად ქუთაისის ქალთა კლუბი გასცემს ქეთი ბერძენიშვილის პრემიას. ეს პრემია გაიცემა სხვადასხვა დარგში. გამომდინარე იქედან, რომ ქუთაისის ქალთა კლუბისათვის მიმდინარე საანგარიშო წელი არის მედია წიგნიერების წელი, პირველი პრემია გაიცემა სწორედ ჟურნალისტიკაში. ახალგაზრდა ქალი ან ვაჟი ქალთა კლუბის 2024-2025 წლის საანგარიშო შემაჯამებელ ღონისძიებაზე სექტემბრის ბოლოს დაჯილდოვდება აი ამ პრემიით. რაც შეეხება განაცხადების მიღების ათვლა უკვე დაიწყო დღეიდან. ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ქეთი ბერძენიშვილი 24 ივლისს 53 წლის გახდებოდა. ის ავადმყოფობის შემდეგ 2023 წელს გარდაიცვალა. ძვირფასო რადიო მსმენელებო, შეგახსენებთ, რომ თქვენ უსმენთ რადიო ძველ ქალაქს ტალღაზე FM 107.9, მე ქეთი ბერძენიშვილი გახლავართ. ქეთი ქალაქის ყველა კუთხეშია, სადაც არ უნდა გავიხედოთ, გვიღიმის და გვიჩვენებს, როგორი უნდა იყოს საკუთარ ქალაქზე, მეგობრებზე, სამყაროზე შეყვარებული და მათთვის მებრძოლი ადამიანი.